მოგესალმებით დღის მთავარი მოვლენებით ეთერშია მოამბე 20 საათზე. რა შემადგენლობა იქნება ლადო გურგენიძის მთავრობაში, ხვალ გახდება ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრობის კანდიდატურები პარლამენტს ბიუროს სხდომაზე წარედგინება. მთავრობაში რაც ცვლილებებს ელოდებიან უმრავლესობაში და ოპოზიციაში, ელისო ჯარიაშვილი კი ამბობთ. ზურაბ ნოღაიდელის თავმჯდომარეობით მთავრობა ბოლოს 13 ნოემბერს შეიკრიბა. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა მომავალ კვირაში გაერკვევა. მანამდე კი კონსულტაციები ახალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის გრძელდება. პრემიერის თანამდებობაზე ლადო გურგენიძის კანდიდატურის განხილვა ხვალიდან უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. ფრაქციებს თუ აქვს სურვილი თავისთავად შეხვდებიან, კომიტეტებში აუცილებლად იქნება და მე წარმოადგენს მთავრობას და პროცედურულად და პარლამენტმა ან გამოუცხადებს დობას, ან არ გამოუცხადებს დობას. ამ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ დობას გამოუცხადებს. იმაზე თუ როგორ დაკომპლექტდება მინისტრთა ახალი კაბინეტი, ხელისუფლება არ საუბრობს, თუმცა გარკვეული ცვლილებები არ გამოირიცხება. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა სულ ახალი წარმოდგენილია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მას შეიძლება თავის წინადადებები კონდეს სწორედ კაბინეტთან მიმართებაშიც, რასაც ალბათ უკვე საპარლამენტო განხილვისას სწორედ ფრაქციებს წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი. ახალი პრემიერისგან უფრო მკვეთრი ცვლილებების განხორციელებას ელოდება ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული მინისტრების ადგილი გურგენიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ არის. იმ მინისტრებს, რომელმაც ჩაიდინა 7 ნოემბერი, ალბათ არ შეელევა სააკაშვილი, იმიტომ რომ სხვანაირად მისი რეჟიმი არის განწირული. თვითონ ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში. მე პირიქით ფიქრობ, რაც უფრო ადრე მოიშორებს მერაბიშვილს, კეზერაშვილს, ბენდუქიძეს, ლომაიას, მით უკეთესია მისთვის, მაგრამ მე ფიქრობ, სწორედ ამათ არ მოიშორებს. ახალი პრემიერისგან განსხვავებული მოლოდინი აქვს ხელისუფლებას. კომპეტენტური ფინანსისტისგან ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ინვესტიციების გაზრდას ვარაუდობენ. კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს ინვესტიციების მოზიდვა, იმიტომ რომ რას ნიშნავს, აი მაგალითად თუ ვსაუბრობთ 7 ნოემბრის მოვლენებზე, უდავოა ამ ამბებმა ქვეყანა დააზარალა. მაგრამ დაახლოებით ახლა მონაცემები წავიკითხე, დაახლოებით გაისად აი ამ მოვლენების გამო 20-30,000 სამუშაო ადგილით ნაკლები შეიქმნება. მინისტრობის ყველა კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. მათი დამტკიცება კი წარდგენიდან ერთ კვირაში მოხდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. კათოლიკოს პატრიარქმა ხელისუფლებასა და ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ჩვენ ვიცით, რომ 5 იანვარს დანიშნულია პრეზიდენტის არჩევნები, მერე იქნება პარლამენტის. აი ამ დროს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სულიერება და სიმშვიდე, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დანიშნულია 5 იანვარს არჩევნები პრეზიდენტის, მერე იქნება პარლამენტის და აი ამ დროს ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სულიერება, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, წირვა. მე მინდა მივმართო ყველას ჩვენს ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხს, ოპოზიციას თუ სხვა ხალხს, ჩვენ უნდა გქონდეს უნარი მოსმენისა, ჩვენ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს. მიხეილ სააკაშვილი EUTOS და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნოთ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოში EUTOS მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მის არც ერთ ოპონენტს არ ექნება არც სისხლის სამართლებრივი და არც სხვა სახის შეზღუდვა. მოგესალმებით, მე მიხარია, რომ EUTOS მისია საქართველოში ყავს ახალი ხელმძღვანელი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარიმართოს კარგად. როგორც იცით 5 იანვარს არის საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EUTOM ყველაზე მთავარმა დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ევროპიდან მოავრინოს ასობით და თუ საჭირო 1000-ობით დამკვირვებელი საქართველოში და იმ პირობებში, როცა ჩვენ წინააღმდეგ არის ამუშავებული ამხელა მანქანა
რომელიც შეეცდება წარმოაჩინოს საქართველოს როგორც არასტაბილური და ქვეყანა, სადაც ვერ ტარდება ნორმალურად არჩევნები და არ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი. ჩვენი ხალხი თავის ღირსებით, თავის თავშეკავებით, თავის მაღალი მონაწილეობით, თავის დემოკრატიულობით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ევროპული ერი. ამისთვის ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება, იმისათვის რომ ყველა დაგვაკვირდეთ, წამოვიყვანეთ წინასწარ მონიტორები, რათა შეხედონ თუ რა საშუალებები აქვს ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმოების, რა საშუალება აქვს მასმედიასთან ურთიერთობის, რა საშუალება აქვს საერთოდ პოლიტიკის თავისუფლად ყოველგვარი ჩარევის გარეშე წარმოების. ჩვენ არც ერთ კანდიდატს, არც სისხლის სამართლიანი პრობლემის არ ვუქმნით, თუმცა ეს შეიძლება მათ კანონთან რაღაც პრობლემები გქონდეს, მაგრამ ჩვენ საგანგებო თუ აცხადეთ, თუ არავის არ ექნება სისხლის სამართლიანი პრობლემები, ჩვენ საგანგებო თუ აცხადეთ, თუ არავის არ ექნება არანაირი შეზღუდვები, რათა ქართულმა ხალხმა გააკეთოს საბოლოო არჩევანი მთელი მსოფლიოს დასანახად და ვერავინ ვერ შეძლოს საქართველოს გადაყვანა ჩვენი განვითარების თავარი ღერძი და ჩვენი განვითარების თავარი მიმართულებიდან. ამაში ჩვენ გვინდა EUTOS და საერთაშორისო ორგანიზაციების როგორც დახმარება, როგორც რჩევა, ასევე რაც თავარი აქ ყოფნა და მონაწილეობა. იმიტომ თქვენ გარეშე ალბათ რაიმე პრობლემები შეიძლება შეიქმნას საერთაშორისო გაგების თვალსაზრისით. ამიტომ მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, ყველაფერს დააკვირდით, ყველა კითხვები დასვით, ყველანაირ პასუხებს ჩვენ მოგცემთ და რაც თავარია ქართველი ხალხი მისცემს პასუხს მთელ მსოფლიოს 5 იანვრის არჩევნებზე. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჯერ არ დანიშნულა, მაგრამ 5 იანვარს დაიგეგმა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. პირველი ნაბიჯი გადადგმულია კარდაკარ შეგროვებული და გადამოწმებული ამომრჩეველთა სიები უკვე კომპიუტერულ ბაზაში შეყავთ. გამარჯობათ. მე CSKO-ს წარმომადგენელი ვარ. 19 ოქტომბრიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იწყებენ საქართველოს მოსახლეობის კარდაკარ შემოვლას. კარდაკარ სიარულით CSKO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში 3.400.000 ამომრჩეველი დათვალეს. ძირითადი სამუშაო უკვე შესრულებულია. მონაცემები კომპიუტერულ ბაზაში შეჰყავთ. CSKO-ში ვარაუდობენ, რომ აღრიცხულთაგან ხმის მისაცემად 2 მილიონამდე ადამიანი მივა. უკვე ცნობილია ისიც, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის ჩასატარებლად საჭირო ხარჯებისთვის ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს გაიღებს. 15 დღე იმისთვის რომ შეაგროვოს. ლევან თარხნიშვილის თქმით, რომ არა საარჩევნო კოდექსში ოპოზიციის ინიციატივით შეტანილი ცვლილებები არჩევნების ხარჯით 13 მილიონით ნაკლები იქნებოდა. ცვლილებების შედეგად გაიზრდება კომისიის წევრთა რაოდენობა, რაც შესაბამისად კომისიების რაოდენობის მომატებასაც გამოიწვევს. არსებულ კომისიებს საქართველოს მასშტაბით კიდევ 800 საოლქო საარჩევნო კომისია დაემატება. დანარჩენი სიახლეები არჩევნების ჩატარების შემდგომ პროცესს შეეხება. ერთ-ერთი მთავარი ხმების დათვლის წესში ცვლილებების შეტანაა. ძველი წესებიდან მარკირება, ვიდეო თვალი და გამჭვირვალე ყუთები უცვლელად რჩება. საჭიროა მუბნების მოწყობა, საჭიროა იქ ყუთები, საჭიროა იქ კაბინები, იზრდება ბიულეტენების რაოდენობა, იზრდება მარკირების სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ. მოკლე დროშია გასაკეთებელი ბევრი რაღაცა, მაგრამ ეს მოსწრებადია. საარჩევნო თარიღად 5 იანვრის დადგენის შემთხვევაში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ჩატება მოუწევთ თავად საარჩევნო სუბიექტებსაც. მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მეორე ეტაპი 10 დღის ვადაში 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებაა. დარჩენილი ერთი თვე კი წინა საარჩევნო კამპანიის დროა. თუ საქართველოს პრეზიდენტი 45 დღით ადრე გადადგა და არჩევნების თარიღად 5 იანვარი დაინიშნა, მაშინ პრეზიდენტობის მსურველებმა რეგისტრაცია 26 ნოემბრამდე უნდა გაიარონ. ლეიბორისტები ტელეიმედის მაუწყებლობის აღდგენას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პარტიის წევრებმა ტელეკომპანიის ოფისის წინ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ამის მიზნით ისინი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის საგანგებო განცხადების გაგზავნასაც აპირებენ. ლეიბორისტების თქმით, თავისუფალი სიტყვა დაპატიმრებულია და ამ პირობებში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. სანამ არ მიეცემა საშუალება ტელეკომპანია იმედს გავიდეს ეთერში და შეზღუდვების გარეშე იფუნქციონიროს, მანამდე დემოკრატიულ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებზე საუბარი არის ილუზია და არის ბლეფი. კრემლის კონტროლირებადი ახალგაზრდული ორგანიზაცია ნაში საქართველოს საელჩოს წინ მორიგ აქციას მართავს. 200 დემონსტრანტი დღის პირველი საათისთვის ქალაქ ბრანსკიდან, კალუგიდან და სმოლენსკიდან მოსკოვში ჩავიდა. მათი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ მიხაილ სააკაშვილის გადადგომა იყო. Мы выявляем протест
პროტესტს უცხადებთ ქართულ დემოკრატიას, იმიტომ რომ ამერიკული დემოკრატიის საფუძველზე შენდება. ჩვენ ხედავთ თუ როგორ ექცევიან ხალხს ქუჩის აქციებზე. მსგავსი დემოკრატიით ამერიკა რუსეთში შემოსვლას აპირებს. ჩვენ ამის გვერშინია. საელჩოსთან მოვედით, რათა ქართულ დემოკრატიის პროტესტი გამოუცხადოთ. ვარიგებთ ბუკლეტებს. ამით ჩვენ ქართულ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ. არჩევნებისთვის მზადება რუსეთში 10 პოლიტიკურმა პარტიამ დუმაში მოსახვედრა და ბრძოლა უკვე თითქმის ერთი თვეა დაიწყო. ამ დროისთვის არსებული გამოკითხვებით იძინა ერასია უპირობო ლიდერია. ვისი ხათრით აძლევენ ხმას იძინა ერასიას მოსკოველები, რამდენიმე წამში ქეთი ბოჯგუას სიუჟეტიდან შეიტყობთ. დუმის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ანა ნიკულინას თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს. 31 წლის გამყიდველმა უკვე გადაწყვიტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემს. მართალია პარტიის სახელწოდება კარგად არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ ეს პუტინის პარტიაა. პუტინს მივცემ ხმას. პარტიას რა ქვია, მე მგონი ერთიანი რუსეთი, ხო არ მეშლება. თავარია ჩემი ხმა პუტინთან წავიდეს, სხვა არავინ არ მინდა. ანასნაირი, ანუ ისეთი, ვინც იძინა ერასიას ხმას პუტინის გამოაძლევს, რუსეთში ძალიან ბევრია. ეს კი შესაძლოა რამდენიმე პარტიას მანდატების ფასად დაუჯდეს. მას შემდეგ, რაც პუტინმა პარტიის სიაში თავისთავად პირველ ნომრად ჩაწერა, პოლიტოლოგების დიდი ნაწილის აზრით, LDPR-მა და სამართლიანმა რუსეთმა დუმაში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს. ხმები მათ უშუალოდ პუტინმა წაართვა. ალბათ პუტინს მივცემთ ხმას, ან ჟირინოვსკის, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. წინ არჩევნებში პუტინს მივეცით ხმა ჟირინოვსკისთვის უნდა მიგვეცა, მაგრამ ახლა როცა ის იყრის კენჭს, მოკლედ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ედინა ერასიას გარდა ბევრ ხმას მიიღებენ კომუნისტები. რაც შეეხება დანარჩენებს, ჟირინოვსკის პარტიას და სამართლიან რუსეთს პარლამენტში მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდათ მანამ, სანამ ედინა ერასიას სიაში პუტინი ჩაეტერებოდა. ახლა სავარაუდოდ მათ ბევრი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. ამ დროისთვის არსებული გამოკითხვებით პუტინის იძინა ერასია უპირობო ლიდერია. ის ამორჩეულთა ხმების 57%-ს ფლობს. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა 18%-ით. მესამეზე სამართლიანი რუსეთი, მეოთხეზე კი ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატები 11%-ით. დუმაში მოსახვედრის საარჩევნო ბარიერი 7%-იანია. ედინა ერასია გაიმარჯვებს კომუნისტური პარტია მეორეზე გავა. რაც შეეხება სამართლიან რუსეთსა და ლიბერალ-დემოკრატებს, მე პირადად ეჭვმეპარება, რომ მათ დუმაში მოხვედრა მოახერხონ. ღმერთმა ქნას ვწდებოდნენ. Неважно, сколько партий пройдут в парламент, важно, что ედინა ერასიასთვის ამ ეტაპზე სულ ერთია რამდენი პარტია მოხვდება დუმაში. მისთვის მთავარია მანდატების 2/3-ის მოპოვება. ამას კი პრეზიდენტის პარტია უპრობლემოდ მიაღწევს. 4 ლიდერის გარდა არჩევნებში კენჭს კიდევ 10 პარტია იყრის. მათ შორის არის მემარჯვენე ოპოზიციაც, SPS და იაბლოკო. თუმცა მათ ექსპერტები მხოლოდ 1-დან 3%-მდე ხმებს უწინასწარმეტყველებენ. თუ დუმაში ეძინაროსები, კომუნისტები, ლიბერალები და სამართლიანი რუსეთი მოხვდნენ, სურათი პრაქტიკულად გაიმეორებს 2003 წლის არჩევნების შედეგებს. დუმის არჩევნები 2 დეკემბერს არის დანიშნული. კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტია იმარჯვებს ყოფილმა საველე მეთაურმა და დემოკრატების ლიდერმა ხაშიმ ტაჩიმ გამარჯვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. წინასწარი მონაცემებით პარტია ამ დროისთვის 35%-ს აგროვებს. ოფიციალურმა სერბეთმა კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებს უკვე ფარსი უწოდა. ჩვენ მაგრები ვართ, ასეთი ჟესტით ულოცავდნენ ერთმანეთს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას დემოკრატების შტაბ-ბინაში. კოსოვოს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ხაშიმ ტაჩიმ გამარჯვების ნიშნად თანამოაზრეებთან ერთად შამპანიურიც დალია. ჩვენი გამარჯვებით დღეს ახალი საუკუნე დგება. ყველას გილოცავთ. ასე აღნიშნავდნენ უკვე ქუჩაში გვიანღამით გამარჯვებას კოსოვოელი დემოკრატების მომხრეები. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა დროშების ფრიელით და შეძახილებით მთელი პრიშტინა მოიარეს. არჩევნებში ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მთავარი კონკურენტი კოსოვოს დემოკრატიული კავშირი იყო, რომელიც სერბეთის პროვინციას 8 წლის განმავლობაში მართავდა. დემოკრატების ლიდერმა ტაჩიმ მოსახლეობას დაპირდა, რომ 10 დეკემბერს როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდება, კოსოვოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადებს. ზუსტად ამ რიცხვში გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლებმა კოსოვოს სტატუსზე საბოლოო ანგარიში უნდა წარადგინონ. კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს. ბელგრადი კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და არჩევნებს ფარს უწოდებს.
სერბეთის პოზიციას მხარს რუსეთიც უჭერს, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ეს ყველაფერი ორი ფაქტორით არის გამოწვეული. პირველ რიგში, მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ ომის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ კოსოვოს სტატუსი ამ დრომდე არ არის განსაზღვრული. ხალხის უკმაყოფილების მეორე ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობას ცხოვრება ცუდ სოციალურ პირობებში უხდებათ. არ ამგონია სამკვირიან წინასაარჩევნო კამპანიას მათ ცნობიერებაში ამის შეეცვალა. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 45% გამოცხადდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. კოსოვოში, რომელიც 1999 წლის შემდეგ გაეროს მმართველობის ქვეშ იმყოფება, მოსახლეობის 92% ეთნიკური ალბანელია. ისინი სერბეთის პროვინციისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიის დაშლის შემდეგ ითხოვენ. დონეცკის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ბოლო მონაცემებით მეთანის გაზის გაჟონვას 33 მაღაროელი შეეწირა. უბედური შემთხვევა 1 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, გაურკვეველია 70 მაღაროელის ბედი. ტრაგედიის დროს მიწისქვეშ სულ 457 მაღაროელი მუშაობდა, რომელთაგან 297-ის გადარჩენა მოხერხდა. სამაშველო სამუშაოებში უკრაინის სამხედრო სამაშველო ძალების ჩაერთნეს შემთხვევის ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელმაც ინციდენტის მიზეზები უნდა დაადგინოს. დონეცკში გაფრინდა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩიც დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდება. დაიღუპა 33 ადამიანი, 28 საავადმყოფოში იმყოფება. მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაზარალებულებს ყველანაირი საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. ზამთრის თვეებში თბილისის ყველა უბანის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი ყაზტრასგაზ თბილისის ინფორმაციით არ დაწესდება არანაირი შეზღუდვები. ამის გარანტია ის ხელშეკრულებები, რომლებიც კომპანიამ გააფორმა მათ შორის რუსეთთან და აზერბაიჯანთან. განმარტავენ კომპანიაში. აზიანის სამხედრო ბაზაზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და ჯარისკაცებს შეხვდა. პრეზიდენტმა მართან ერთად ივარჯიშა აზიანის სამხედრო ბაზაზე ნაკრების წევრებმა და ჯარისკაცებმა ფეხბურთიც ითამაშეს. მატჩს პრეზიდენტი დაესწრო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ლიტვის ეროვნულ ნაკრებს 21 ნოემბერში შეხვდება. 3 4 5 ჭავჭავაძის გამზირზე ახალი მცენარების დარგვაში ქალაქის მერმა გიგი უგულავა მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ეზოში მარადმწვანე სუბტროპიკული ნარგავები და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დარგეს. ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას გამზირების შემდეგ გამწვანებული ზოლების განახლება მთელი თბილისის მასშტაბით გაგრძელდება. დაახლოებით 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და მთელი ქალაქის მასშტაბით ამ სეზონზე და უკვე გაზაფხულზე გაისად ჩვენ პრაქტიკულად მინდა რომ მთლიანად ეს პრობლემა მოვაგვაროთ. შუახევობა შუახევში საყოველთაო ნათლობა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლებთან ერთად შუახევობა ჭალელებმა სიმღერით და ცეკვით აღნიშნეს. დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციაც ესწრებოდა. გადაწყდა რომ შუახევობას ყოველ წელს საზეიმოდ აღნიშნავენ. შუახევობის აღნიშვნა ჯვრის აღმართვით დაიწყო. სოფელ ჭალაში მრავალი საუკუნის მანძილზე ქრისტიანული ეკლესია არ არსებობდა. სულ მალე ამ სოფელს საკუთარი მართლმადიდებლური სამლოცველო ექნება. დღეს სოფელში რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი ქრისტიანად მოინათლა. ჩემ თვალებში ცრემლები დგება, ალბათ კი არა რამოდენიმე საუკუნეა აქ ხდენის ფეხი არ დაუდგამს. ხდენის ფეხი არ დაუდგამს ეს ერთია, მაგრამ ჩვენი აქ ყოფილი ნასაღდრალები ახლა გახედავ ნასაღდრალები დამანახეს 2-3 ადგილზე, სადაც წირები ლოცვები მინარდა დაანგრიეს, დაარბიეს და დღევანდლამდე ქრისტიანული სიტყვა აღარ სუფევდა. საჯარო ნათლობა ჭალელებმა შუახევობას განგებ დაამტყვიეს. ნათლობის გარდა სოფელში იმ დღეს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაც მოეწყო. ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა შუახევობა ჭალელებს სიმღერითა და ცეკვით მიულოცეს. ჭვანის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხეობა, სადაც სულ ბოლოს გადავიდნენ სხვა სარწმუნოებაზე. უკანასკნელი მღვდელი მთელი ზემო აჭარიდან ჭვანის ხეობიდან წავიდა. ასეთი მასშტაბით შუახევობა აქამდე არასოდეს აღნიშნულა.
დღევანდელ დღესასწაულს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციაც ესწრებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ხიარული სახეები, ის ღირსეული ადამიანის მართლაც განათებული, გაბრწყინებული სახეები, რომლებსაც აქვთ იმედი და მე მაქვს უფრო მეტი მათი იმედი, რომ ჩვენთან ერთად ბევრ რამეს გავაკეთებთ. შუახეველებმა ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ დღესასწაული ყოველ წელს ტრადიციად იქცევა და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.